გამარჯობა, მოგესალმებით. წინა გადაცემათა ციკლი მიძღვნილი იყო მეფე ერეკლეს მოღვაწეობასთან და მეფე ერეკლე არის ბოლო ქართველი დიდი მეფე, რომელიც დამოუკიდებელ სახელმწიფოს მართლაც და ღირსეულად რაც შეეძლო და შეეძლოზე მეტად თავდადებით ემსახურებოდა და ხელმძღვანელობდა და მას შემდეგ საქართველო აღმოჩნდა რუსეთის იმპერიის ფარგლებში და პრინციპში ეს რუსული ვთქვათ თემები კავკასიიდან დღემდე არ არის გასული და დღემდე არ არის ეს პროცესი ბოლომდე დამთავრებული და მეცაც ვიტყვი რომ ნორმალური ფორმა ვთქვათ ხო შეიძლება რომ არსებობდეს რაღაცა დიალოგის რეჟიმი მიღწეული ნამდვილად არ არის შესაბამისად ჩდება კითხვა თუ რასთან ვისთან გვაქვს საქმე სად აღმოჩნდა მე-19 საუკუნის დასაწყისში საქართველო რას წარმოადგენდა რუსეთის იმპერია და ამ კითხვაზე რომ პასუხის გაცემა მეტნაკლებად შეძლოთ ალბათ თავიდან უნდა გავეცნოთ რუსეთის ანთროპოლოგიას და საწყისებს როდის გამოჩნდა ეს ხალხი ისტორიები ვინც დღევანდელ რუსეთში დომინირებენ სოფლიო ისტორიულ ასპარეზზე რა ცნობები გვაქვს და როგორ მოხდა მათი განვითარება პირველი უძველესი ცნობები ზოგადად იმ ტერიტორიაზე სადაც შემდგომში სლავები ფიქსირდებიან და ცხოვრობდნენ ეს არის თანამედროვე უკრაინის, დასავლეთ რუსეთისა და ბელორუსიის ტერიტორია მოეპოვება ჰეროდოტეს. ჰეროდოტემდე რეალურად არავითარი არ წერილობითი წყარო ყოველ შემთხვევაში სადაც აი ამ ტერიტორიის მკვიდრნი იქნებიან დაფიქსირებული არ არსებობს. ჰეროდოტეს მიხედვით გარკვეულ ნაწილში ცხოვრობენ სკვითები, მაგრამ როგორც დნმ-ის ანალიზი გვაჩვენებს და სხვა ჩვენს რომელი ავტორებიც ეთახვებიან ამას, ეს სკვითური ის ფენომენი, რომელიც თქვა ირანშიც აღიბეჭდებოდა და თქვა ირანულ ენოვანზე გვაქვს უფრო საუბარი, იგივე ტაციტუს და იორდანეს იდენტურად მიაჩნდა გერმანელების. ანუ ეს უფრო არის რაც ირანულ გერმანული ფენომენი. სხვა ჩვენს დნმ-ის ანალიზითაც ჩანს რომ მართალია ერთი ჯგუფია, მაგრამ ცოტა განსხვავებული ვიდრე სლავები. სლავური დნმ ყველაზე მეტად ფიქსირდება დღევანდელ დღეს ბელორუსიის ტერიტორიაზე, აღმოსავლეთ პოლონეთში და ჩრდილოეთ უკრაინაში და გარკვეულწილად რუსეთის დასავლეთ რაიონებშიც. სავარაუდოდ, რა თქმა უნდა, ეს ხალხი სწორედ იმ სკვითებთან ერთად დვინის, დნეპრის, დონის მიდამოებში ცხოვრობდნენ. მაგრამ რაც შეეხება დღევანდელი რუსეთის უდიდეს ნაწილს, იქ როგორც ჩვენ უფრო გვიანდელი წყაროებით ვიცით, განსახლებული იყო თქვა ჩრდილოეთ ნაწილში, დამჭრილობაში გულისხმობ თვით მოსკოვსაც, უნგროფინული მოდგმის ხალხი, ეს დასტურდება ყველანაირად, როგორც დნმ-ის ანალიზით, ტოპონიმიკით, იმიტომ რომ მოსკვა, ვოლგა, ოკა და ასე შემდეგ, აბსოლუტურად ეს ფინური ტერმინებია და გარდა ამისა თვითონ თანამედროვე რუსული ენის გრამატიკით, რაზეც კვლევა ქონდა კლუჩევსკის და ეს ცნობილი ოკანიე თქვა მოსკვა რო იწერება და მოსკვას ვამბობ თქვა ტმიაკის ნაკი და ასე შემდეგ, ეს ჩვეულებრივად ფინური ენისთვის დამახასიათებელი ნიშნებია და ესეთი რამ სხვა ინდოევროპულ არიულ ენებს ანუ როგორც არიან სლავური ენები არ აღბეჭდება და არ აღენიშნება. ესეთ რამეს ვერც ბელორუსულში, ვერც ძველ სლავურში და ვერც უკრაინულში ვერ შეხვდებით. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ის ფენა მოსახლეობისა, რომელიც თქვა მე-12 საუკუნემდე ცხოვრობდა რუსეთის ჩრდილოეთ ნაწილებში, გენეტიკურად დღემდე შენარჩუნებული. რაც შეეხება სამხრეთ ნაწილებს, ცოტა უფრო მოგვიანებით, რა თქმა უნდა, ჰეროდოტეს მერე, ჩვენ აქ ხედავთ თურქმენულ მონღოლოიდური მოდგმის ხალხს უფრო, იმიტომ რომ ვიცით, რომ ხაზარებს ხედავთ, ავარებს ხედავთ, ხუნებს ხედავთ, უფრო ადრე, იგივე თქვა შემდგომში პაჭანიკებს, ყიფჩაღებს და შესაბამისად ეს ფენაც აღბეჭდილია და დღევანდელ დღესაც ფიქსირდება. საკუთრივ სლავური მოსახლეობა, როგორც თქვით, ცხოვრობდა უკრაინა-ბელორუსიის ტერიტორიაზე, ჰეროდოტეს მიხედვით, ის სკვითებსა და მათ სხვა მონათესავე ტომებს ასახელებს, მაგრამ ერთი რამ ხდება თვალში. ხაზგასმით კატეგორიულად და არაერთგზის, მათ შორის როცა დარიოსის ლაშქრობები აღწერილი და სხვა ადგილებშიც, ჰეროდოტე ამბობს, რომ სკვითების აღმოსავლეთით, სკვითების ჩრდილო-აღმოსავლეთით, აი თანამედროვე დონის პირეთში და ჩრდილოეთით ცხოვრებნი არიან ანდროპაგები.
პირდაპირ ანთროპაგი რო თანამედროვე ტერმინით განმარტო ნიშნავს კანიბალებს. და ისინი ცხოვრობენ ანთროპაგულად, ან პირდაპირ ასახელებს, რომ იქ ცხოვრობენ ადამიანები ეწევიან კანიბალებს. სხვა შორის ერთი რამაა საინტერესო, რომ თელს ევროპულ, ასე ვთქვათ, მითოლოგიაში და ზღაპრებში ვამპირის, ასე ვთქვათ, ფენომენი მარტო რუსულ ზღაპრებმა და რუსულმა მითოლოგიამ შეინარჩუნა მძლავრა და როგორც ეთქობა, ის ხალხი, ვინც ცხოვრობდა 25 საუკუნის წინ თანამედროვე რუსეთის ტერიტორიაზე, იმიტომ რომ როცა ამ ტერიტორიაზე საუბრობს ეროდოტე ამბობს, სწორედ ანთროპაგებს სამწუხაროდ როგორც ჩანს მიდრეკილნი იყვნენ კანიბალიზმისკენ. სხვაგვარად წარმოუდგენელია ეროდოტეს ამ მტკიცებულების ახსნა. მეტი არაფერი არ ვიცი, თუმცა ვერანაირად ვერ ვიტყვით, რომ ესენი გინდა თუ არა სლავები იყვნენ. შეიძლება უფრო რეალურია, ეს რაღაც ფინური ჯგუფი ყოფილიყო, რომელსაც მერე აერევა სლავები. მაგრამ ეს ფინური ჯგუფი, როგორც თქვითო, ნებავთ ასე ვთქვათ, თათრულ თურქმენულ მონღოლოიდური ჯგუფები, რომელიც იქ სახლობდა, არსად არ გამკრალა, უბრალოდ მათი ასიმილაცია და ასე ვთქვათ, შეერთება მოხდა შემდგომში გადასახლებულ სლავებთან. ამის შემდეგ უკვე ჩვენ სლავებზე რა ინფორმაციებიც გვაქვს და უпроსწორად და მართალი ვიქნები, რომ თანამედროვე, ვთქვათ, თუნდაც უკრაინის ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებზე ჩვენ ვიცით, რომ მოუწყაროებიდან რომ აქ ცხოვრობდნენ იგივე გუთები, ვანდალები, რომლებიც ახლა ვიცით გერმანული ტომებია. მაგრამ უკვე ქრისტეს შობის შემდეგ პირველად მე-6-მე-7-მე საუკუნეში ესეთი ტერმინების სლავის, სკლავის ფიქსირება ხდება ევროპულ წყაროებში. და რას ვაკვირდებით? კარლოს დიდის პერიოდში, ეს არის მოგახსენებათ მე-8 საუკუნის მიწურული მე-9 საუკუნის დასაწყისი, სლავი გერმანელებთან ენობრივად წარმოშობით ძალიან ახლო ტომებად არის განხილული, იმიტომ რომ თვითონ კარლოს დიდის ისტორიკოსი წერს, რომ ჩვენ გავაქრისტიანეთ სლავები და რაც აქ აღწერილ თქვა დასავლეთ სლავების განსახლება ეს თანამედროვე აღმოსავლეთ გერმანიაა. რომ ელბის აღმოსავლეთით სლავები ცხოვრობენ. მაგრამ ნახეთ რა არის ეს ტერმინი უკვე კარლოს დიდის პერიოდიდან გაიგივებულია, რაც გერმანელების გავს ხალხთან სლავი, on მონის აღნიშნულთან. ჩვენ კარგად ვიცით, რომ სლავა დიდებას ნიშნავს და თავის თავს როგორც ეთყობა დიდებულებს უწოდებდნენ. მაგრამ სხვა ევროპელი ტომებისთვის აღიქმებოდა როგორც მონები და მონებად. იმიტომ რომ დღევანდელ ინგლისურშიც კი გერმანულშიც slaves, ასევე ძველად სკლავ პირდაპირ ნიშნავს მონას. ეს ფაქტია და ამას ვერ გავექცევით. და სხვა შორის აი შუა საუკუნეების ყველა მკვლევარი ისე ასახსნის ევროპელ მკვლევარებს ვიძახით, რომ ძალიან იოლად ვარდებოდნენ მონებად, თქვათ ჯერ კარლოს დიდის, ასე ვთქვათ, მებრძოლების ხელში და შემდგომ უკვე საღვთო რომის იმპერია, როცა ჩამოყალიბდა საღვთო რომის იმპერიაში, ხშირად ხდებოდნენ მონის სტატუსით. აი ზუსტად კარლოს დიდიდან არ არის დიდი დრო გასული, როდესაც ამ სლავები დასახლებულ ტერიტორიაზე ჩდება პირველად ეგეთი ფენომენი როსი. 2014 წელს ჩატარებულმა კვლევებმა რა აჩვენა, დნმ-ის კვლევებმა. აჩვენა, რომ დღემდე დარჩენილი რიურიკოვიჩები, ანუ რუსეთის ძველი დინასტიის თავმოვლების უდიდესი პროცენტი ატარებს აბსოლუტურად იდენტურ დნმ-ს. ეს დნმ-ი არის სკანდინავიური და ამ დნმ-ის აკვანი არის თანამედროვე შვედეთის დედაქალაქის უახლოესი რეგიონი, რომელსაც დღესაც როსლანდი ქვია. ანუ როსების მიწა ეწოდება დღევანდელ დღესაც ქართულად რო ვთქვათ. და იქ მცხოვრები ადამიანები თავს დიახაც მიიჩნევენ როსებად. ასევე აღმოჩნდა მოგეხსენებათ ისლანდიური, ასე ვთქვათ, საგები, ისლანდიაში უпроსოდ ვიკინგური საგები და ბევრი რამაც ზღაპარი გვაგონა, მათ შორის ვთქვათ ვიკინგები საქართველოში ლაშქრობა აბსოლუტურად დადასტურდა იქ იმ საგებით და ასევე დასტურდება იგივე რივურიკის არსებობა და ისიც რომ დიახაც კონკრეტული შვედური ტომი და ამ საგების მიხედვით ზუსტად ესე გამოდის, რომ ანუ შვედეთიდან უნდა ყოფილიყვნენ მოსულები, ჯერ თანამედროვე ვთქვათ ბალტიისპირეთის სიახლოვეს ლადოგის ტბის სანაპიროზე ჩაუდგებიან სათავეში გარკვეულ იქ მცხოვრებ ტომებს, რომლებიც შეიძლება იყვნენ ფინურიც და სლავურიც და შემდგომში მათი გადანაცვლება ხდება დნეპრზე, არც ისე დიდი ხნის მერე, ეს მე-9 საუკუნეა და იქ იბადება ეგრეთ წოდებული კიევის სამთავრო.
მოკლედ კიევის სამთავრო სხვათა შორის აი ამ პერიოდში კიევის რუსეთი და კიევის სამთავრო ეს საბჭოთა ისტორიკოსების მოგონილი ფრაზაა რეალურად. მე-19-ში დაიწყო მცდელობა, რომ თქვათ მოსკოვური რუსეთი გაემიჯნათ ძველი რუსეთისაგან და უწოდეს კიევის რუსეთიხა. ვერცე წყაროში მათ შორის ნესტორის მატიანეში ესეთი ფრაზა კიევის რუსეთი უბრალოდ არ არსებობს. არსებობს ხოლმე ტერმინი რუსი. მაგრამ იგივე ნესტორის მატიანი მიიჩნევს, რომ რუსი მოსული ვიკინგების სახელწოდებაა. მხოლოდ რიურიკი კი არ მოდის, ის მოდის თავისი დრუჟინით, ანუ საკმაოდ დიდი რაოდენობის, ეგ რამდენიმე 1000-ობით ვიკინგზია საუბარი, რომლებიც ძირითადად იყვნენ სამხედრო საქმით დაკავებულები. ხოლო სლავური ქვედაფენა ეს დრევლიანები, პოლიანები თუ სხვა ტომები ჩვეულებრივ დამორჩილებაში აღმოჩნდნენ და უხდიდნენ ამ ვიკინგებს მუდმივად გადასახადს. ეს როსში ვიკინგები ხვდება ჩვენ უკვე ბიზანტიურ წყაროებში ზუსტად ამ პერიოდის, როდესაც კონსტანტინოპოლზე თავდასხმას ახორციელებენ, ანუ ეს ხდება მე-9 საუკუნეში ნაწილობრივ მე-10-შიც და კარგად ვიცით, რომ ეს ბერძნული ცეცხლის გამოყენებით ნადგურდებიან, მაგრამ უკვე ტერმინი ბიზანტიურ წყაროებში როსისა ჩვენ აი ამ პერიოდიდან მე-9 საუკუნიდან უკვე გვაქვს. და ამის შემდეგ ეს ტერმინი არ ქრება. მოკლედ ფაქტია და შემდგარი ფაქტია ერთი რამ, რომ მე-9 საუკუნეში დაიბადა რიურიკოვიჩების, როგორც რუსულ წყაროებშია მეთაურობით, ესეთი სახელმწიფო, რომელსაც მოდით ჩვენც უწოდოთ, რომ გავმიჯნოთ, ეგრეთ წოდებული კიევის რუსეთი. თუმცა ვიმეორებ, ამას უბრალოდ მაშინ მარტო რუსი ერქვა. და ამ რუსში, ეგრეთ წოდებულ კიევის რუსეთში იგულისხმებოდა შემდეგი მიწები. ეს არის დღევანდელი უკრაინის დიდი ნაწილი, გარკვეულწილად აი ყირიმზეც კი იყო გავლენებით მუტარაკანის ერთგვარი სამთავროც არსებობდა. მიუხედავად იმისა, რომ ქართული წყაროები არანაირად არ აღიარებდა თქვა ამას, არავითარ სლავურ ან ვიკინგურ სივრცე და ქართულ წყაროებში ზუსტად მე-9 საუკუნეებში და მერეც მონღოლებამდე ყირიმს გუთია ეწოდებოდა და გუთა ეპისკოპოსი და ანუ ეს იქ ისტორიულად ვინც იყო ძირძველი მოსახლეობა გერმანული ტომების გუთების, ასე იცნობდა თქვა ქართული წყაროს და სხვა შორის ბიზანტიური წყაროებიც. მაგრამ გვაქვს მინიშნება, რომ იქაც კი არის გადასვლა თქვა ამ ვიკინგური მოსახლეობის. აღარაფერს ვამბობ, რომ მთლიანად მათ ხელში არის ბელორუსი თანამედროვე მთლიანად და თანამედროვე რუსეთის ფედერაციის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილი. ანუ ჩვენ ახლა რასაც ვეძახით თქვა ლენინგრადის ოლქი რო ქვია, ანუ ქალაქი პეტერბურგი და მინდიბანარე დღესაც ლენინგრადის ოლქად ასე თქვა მოიხსენიებენ, ლადოგისპირეთი, ნუ სმოლენსკი და ან უკრაინას და ბელორუსს რაც ემიჯნება არც თუ ისე დაშორებული საზღვართან აი ეს ტერიტორიები. ეს იყო რუსი მე-9 საუკუნის მიწურული, მე-10 საუკუნე, მე-11 საუკუნე და მე-12 საუკუნის შუა პერიოდამდე. უფრო აღმოსავლეთით ის ჯერ არ ვრცელდებოდა. ახლა აქ ცენტრალიზებულობაზე ლაპარაკი ზედმეტია, უბრალოდ მთავრებს ირჩევდნენ არა თქვათ იმ ნიშნით, რომ ვინ იყო ან ღირსეული ან მამიდაშვილზე გადადიოდა, უბრალოდ ასაკით ვინ იყო უფროსი საგვარეულოში. და ახლა თავად განსაჯეთ, როგორი თქვათ მოუწესრიგებლობა იქნებოდა და გაუთავებელი შიდა დაპირისპირება. ეს ჩვეულებრივი ვიკინგური სამყაროა, ანუ რა ხდება თქვათ ამ პერიოდის რუსეთში, ვიკინგებზე სერიალი რო გამოდიოდა თქვათ, აი იმას რომ შეხედოთ, ჩავთვალოთ, რომ იდენტური სიტუაციაა თქვათ აქაც.